ჩვენ ვაგრძელებთ აქ მოციქულთა საქმეების შესახებ საუბარს. დღევანდელ დღეს ოთხშაბათს იკითხება მოციქულთა საქმე მე-18 თავის 22 მუხლები. ეკლესიებში დღეს ეს მონაკვეთი წაიკითხეს მოციქულთა საქმეებიდან. მე ტექსტს წავიკითხავ და შემდეგ ორი სიტყვით დავეცდები რომ რაღაცნაირად ვისაუბრო ამ ტექსტთან დაკავშირებით. ესე იგი, მათ დღეთა შინა შთავიდა პავლე კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესია და შთავიდა ანტიოქიად. და დაახყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგიისა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა. ურიაი ვინმე აპოლო სახელით ალექსანდრიელი ნათესავით კაცის სიტყვა მეცნიერი მოვიდა ეფესოთ. ძლიერ იყო წიგნთაგან, ესე იყო სასწაული გზასა უფლისათა და დუღარე სულითა. ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესოისათვის და იტყოდა და იცოდა ნათლისმცემაი ხოლო იოანესი. ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესადრე უთხრეს მას გზა იგი უფლისა და ვითარ იგი ეგულებოდა მას აქაიად წიახსვლად უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარება იმისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლსა მის მიერ, რამე თუ ძლიერად ურიათა მათ ამცნებდა ერსა წინაშე და უჩვენებდა წიგნთაგან, ვითარმეთ არს ქრისტე იესო. ესე იგი, აქ არის მონათხრობი არის, როდესაც უკვე პავლე მოციქული თავის მესამე მისიონერულ, ასე ვთქვათ, მოგზაურობას იწყებს და იქამდე სანამ უშუალოდ ამ ეპიზოდზე ვისაუბრებდე, მცირე შესავალი გავაკეთოთ, როგორც მოგეხსენებათ, პავლე სანამ ჩავიდა კესარიაში, იქამდე ათენში იყო, იქ ქადაგებდა და ათენის შემდეგ ჩადის უკვე კორინთოში, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, მეგაპოლისი მაშინდელი და მთელი ესეთი თუ რამე იყო აღებმიცემობით იყვნენ დაკავებული ძირითადად, სულიერად არ ცხოვრობდნენ იქაური მცხოვრებლები, ამ ქვეყნიურ ფუფუნებაზე იყვნენ გადართულები და აი სწორედ ასეთ ქალაქში ჩადის კორინთოში, საბერძნეთის ტერიტორია არის და იქ იწყებს ქადაგებას, ასე ვთქვათ, იქაურ ებრაელებთან, იქაურ იუდეველებთან სინაგოგებში, მაგრამ როგორც ჩანს, იქ პავლე მოციქულს დიდათ არ წყალობდნენ, მას არ ისმენენ და შესაბამისად ის ცილდება, გადის სინაგოგიდან, აღარ ქადაგებს იუდეველებთან და მიდის კორინთელ წარმართებთან და იქ იწყებს ქადაგებას და სწორედ აი იქ კორინთოში ჩასვლისას გაიცნობს ის ვინმე აკვილას და პრისკილას, რომელიც შემდეგ მისი, ასე ვთქვათ, თანამგზავრები ხდებიან, ისინი იყვნენ მეკარვეები, ტექსტში მეპრატაკე ეს არის აღნიშნული, პავლე მოციქულიც სწორედ თვითონაც მეკარვე იყო, კარვებს კერავდნენ და აი ამით ირჩედნენ თავს და აი მისმა ქადაგებამ კორინთელ წარმართებში ისეთი შედეგი გამოიღო, რომ სინაგოგის უფროსიც კი ეს იყო კრისპოსი იყო, ისაც კი მოინათლა პავლე მოციქულის ქადაგების შემდეგ თავის მთელ ოჯახთან ერთად უშუალოდ პავლე მოციქულმა მონათლა, ასე ვთქვათ, ისინი. შემდეგ პავლე მოციქული უკვე მიდის ანტიოქიაში, ასურეთში, მცირე აზიის მხარეს, ჩავა ეფესოში და იქაურ იუდეველებთან ქადაგებს და იქ როგორც ჩანს იუდეველებმა უფრო კარგად მიიღეს და ეს ჩანს იქიდან რომ მას თხოვენ რომ დარჩეს ეფესოში კიდევ რამდენიმე ხანი და პავლე მოციქული პირდება რომ აუცილებლად დაბრუნდება ეფესოში და იქამდე უნდა წასულიყო იერუსალიმში, დღესასწაული ახლოვდებოდა და აი შემდეგ იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ უკვე იწყება მისი, ასე ვთქვათ, მისიონერული მოგზაურობა, ის წავიდა კესარიაში, გალატიაში, ასევე ფრიგიაში და იქაური, ასე ვთქვათ, მისივე დაარსებული ეკლესიები გაამხნევა, გააძლიერა სულიერებაში და აი ამ დროს უკვე რაღაც მოციქულთა საქმების აღწერი მის მისიონერულ მოგზაურობაზე წყვეტს საუბარს და უცებ ახსენებს ვინმე აპოლოს, რომელიც იყო წარმოშობით ალექსანდრიელი და აი ეს არის პერიოდი დაახლოებით, როდესაც ეფესოში იმ დროს ჩადის ეს აპოლო, როდესაც პავლე მოციქული უკვე გასულია ეფესოდან თავისი მოგზაურობიდან გამომდინარე და იმდენად მოშურნე იყო ეს აპოლო, იმდენად განსწავლული იყო ქრისტეს სარწმუნოებაში, რომ ის ქადაგებდა, მაგრამ მხოლოდ იოანეს ნათლისღება იცოდაო ასიანად, ანუ სულიწმინდის მადლი ნათლისღებით მას არ ქონდა მიღებული. მარტო იოანეს ნათლობით იყო მონათლული და არასრულად ქადაგებდა მაინც და აი მისი ერთ-ერთი ქადაგება მოისმინეს სწორედ აკვილამ და პრისკილამ, რომელიც იმ დროს ეფესოში იყვნენ და მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი მოშურნეა, საკმაოდ მტკიცეა რწმენაში, მაგრამ
არ არის თლაც სრულყოფილი მისი ქადაგება და წაიყვანეს მასთან და ასე ვთქვათ, უფრო განამტკიცეს და უფრო განსწავლეს ქრისტეს სარწმუნოებაში და აჩვენეს ჭეშმარიტად ჭეშმარიტად გზა მაცხოვრისა, რა არის ქრისტიანობის გზა და ამის შემდეგ ხდება ეს რაღაცა, რომ ეს აპოლო ხდება იმდენად დიდი მქადაგებელი, ისეთი მოშურნე ქრისტიანი, რომ საბოლოო ჯამში ის სმირნის ეპისკოპოსიც კი გახდება პავლე მოციქულის ხელით და პავლე მოციქული დაასხავს მას ხელს და სმირნის ეპისკოპოსი ხდება. სმირნა არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე იზმირი ქალაქი, აი ეს იყო სმირნა მაშინდელი და აი მის ეპისკოპოსი გახდა პოლიკარპე სმირნელის, ასე ვთქვათ, წინამორბედი იყო ამ საეპისკოპოსო ტახტზე. დღევანდელი ეს მცირე რამდენიმე მუხლი იყო, რაც შეიძლებოდა მოკლედ თქმულიყო ამ დღევანდელ მოციქულთან დაკავშირებით. ღმერთი შეგვეწიოს ყველას, ღმერთმა დაგლოცოს ყველანი ერთად, შეგეწიოთ წმინდა დიდმოწამე გიორგი და დაგიფაროთ მისი ლოცვით და მისი კალთა გადმოგაფაროთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ქრისტე აღდგა.